მნიშვნელოვანია ეს გავიაზროთ ეს თავისუფლება, რომ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გონება არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანს კონდეს არჩევანი, რომ გონებით იმოქმედოს და არა ძალადობით, ხო? რაც თქვათ, იქ სადაც თავისუფლება არ არის, ადამიანს უწევს, რომ არა თავის განსჯას მისდევდეს, არამედ სხვის არჩევანს, მაგრამ ჩვენ ნახეთ, რომ ისევე როგორც მე ვერ შევჭამ თქვენს მაგივრად, ისევე ვერ ვიაზრონებ თქვენს მაგივრად. თქვენ უნდა იყოთ ის, ვინც თქვენ განსაზღვროთ სწორს. რაც არ ნიშნავს, რომ თქვენ ყოველთვის სწორი იქნებით, მაგრამ ნიშნავს, რომ თქვენ თავში განივითარებთ ამ ფუნქციას. და წარმატებული ადამიანი, ვინც არის სამომავლოდ, არის ის ადამიანი, ვინც კარგად იცის ამ გონების მოხმარება და ვისაც კი არ ელოდება რაღაც მზა დასკვნებს სხვა ადამიანისგან, არამედ თავადვე შეუძლია განსაჯოს თუ რა არის სწორი მისთვის, რა არის სწორი, რა არის მისაღები მისთვის, მისი ცხოვრებისთვის და მისთვის ეს არის რაღაც გარკვეული იდეალი, რომ შენ თუ განსაზღვრავ, რომ ეს შენთვის სწორია და კარგია, ოღონდ არა ახირებით და არა იმით, რომ მე ესე მჯერა, არამედ განშით გონებით, რომ შენი ცხოვრებისთვის ეს პროფესია კარგია, შენი ცხოვრებისთვის ეს სადღაც რაღაც გარკვეულ ტრენინგზე დასწრება კარგია, შენი ცხოვრებისთვის რაღაც მუდმივი სიზარმაცე და რაღაც მუდმივი, როგორ თქვა, ისეთ აქტივობებში ჩართვა, რაც შენ ჯანმრთელობისთვის ცუდია, ხო, ამას რო განსაზღვრავ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი აქვს ერთგვარი სტიმულიც, ხო, რაღაც გარკვეული სიამაყე, როცა შენ კარგს აღწევ და რაღაც გარკვეული мотиваცია, როცა შენ ვერ აღწევ ამ კონკრეტულ რამეს, იმიტომ რომ ამის გარეშე შეუძლებელია. და აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა ისევ და ისევ აი მასტერ შეკითხვა, რაც ვახსენე, რომ ყველა გარკვეული მომენტი გამოიყენოს და დასვას შეკითხვა. როგორ გამოვიყენო ეს მომენტი იმისთვის, რომ ჩემ შვილს ვასწავლო, რომ არჩევანი აქვს გასაკეთებელი და რომ არჩევანი გონებით უნდა გააკეთოს, ხო? და ეს შვილიდან გამომდინარე, შეგვიძლია მეორე ხაზზე გადავდოთ, ჩვენიდან როგორც მშობლიდან გამომდინარე, პირველი არის რომ მივცეთ თავისუფლება, მაგრამ თვითონ შიგნით რა ხდება? თვითონ შიგნით როგორ მივაჩვიოთ, რომ არჩევანია გასაკეთებელი? თვითონ შიგნით როგორ მივაჩვიოთ, რომ ყოველთვის ერთი მიმართულებით არ წავიდეს, არამედ შეაფასოს, ხო? აი ძალიან კარგი მაგალითი McDonald's-ზე ვთქვათ, რაც იყო შეკითხვა, რომ ვთქვათ, ტრაფიკობა ცუდია და ჯანსაღი საკვებიც არსებობს. ამ შემთხვევაში არის ხოლმე მაგალითი კვებასთან დაკავშირებით, ხო, ეს ძალიან პრობლემური საკითხია და როგორ ვიყენებთ ზოგადად კვების ამბავს იმისთვის, რომ შვილს ვასწავლოთ, რომ იაზრონოს და დამოუკიდებელი ავტონომიური იყოს ამ შემთხვევაში. ესეც კი რაც უბრალოდ გვეჩვენება საკვები, ესეც კი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს აზროვნება ჩამოუყალიბდეს და ეს რაღაც გარკვეული ავტონომიურობა ჩამოუყალიბდეს და შენ როცა მშობელი თქვა პირდაპირ აწვდი რაღაც გარკვეულ საჭმელს, რომ ეს უნდა ჭამო, ხო, აი სკოლაში როგორც არის, აი ამერიკულ სკოლებში მომწონს ხოლმე, რომ თვითონ ირჩევ იქ რაღაცები არის და ეს გინდა თუ ეს გეკითხება ის თქვათ მზარეული და ნუ აქ კიდე ბაღშირას მახსოვს პირდაპირ მინდამდნენ და პარასკევი არ მიყვარდა, იმიტომ რომ რაღაცა კონკრეტული ტიპის საკვები იყო. და ეხა ერთი შეხედვით რა, ანუ საჭმელი დაიწუნა ამბობენ ხოლმე და არ შეჭამა, მაგრამ მეორე მხრივ თუ ამასზე დავსვამ ჩვენ ამ მასტერ შეკითხვას, რომ როგორ შეიძლება ეს კვების თემა გამოვიყენო იმისთვის, რომ შვილის გონება დავხვეწო და შვილს უფრო ავტონომიურობა მივცე, რაც შემდგომში უფრო სხვა საკითხებზე გამოადგება, არის სწორედ ამ შეკითხვის დასმა. და არის სწორედ ამ არჩევანის მიცემა. ეს არჩევანი არ არის, რომ რაც მას უნდა ყველაფერი, ეს არჩევანი ყოველთვის უნდა მოქცეული იყოს გონებრივ საზღვრებში და მონტესორი ამას უწოდებს თავისუფლება დისციპლინით, რაც გულისხმობს საზღვრის შემოსაზღვრას, მაგრამ იმ საზღვარში გარკვეული არჩევანის მიცემას, ხო? დილას მოვიდა და შენ კი არ უდებ საჭმელს, არამედ ეკითხები, ხო? აი კვერცხი მაგალითად შემწვარი გინდა, მოხარშული გინდა. თვითონ რო ირჩევს, ამას უკვე სხვა პროცესი აქვს. კი ეს საკვებთან კი არ არის დაკავშირებული, არამედ იმასთან, რომ მას არჩევანი უნდა გააკეთოს. აქვს თავისი პრივატული სივრცე. მე რო გითხრათ, რომ სრულად მონტესორის მეთოდზე ჩვენ ერთმანეთს სრულად მონტესორი ჩემთან არ არის, თუმცა არის ბავშვები, რომლებთანაც ვიყენებ სრულ მონტესორს. ანუ გაჩნია მოცემულ кейს რა მაქვს მისნათ იმ ბავშვთან მიმართებაში, რომელ ბავშვთანაც მუშაობ. თვითონ სივრცე არის მონტესორთან როგორ იცით მოწყობილი, აი ყველაფერი არის ძალიან დაბალზე ბავშვების სუმის გათვალისწინებით, მათი სხეულის სუმის მიხედვით, მაგიდების კამები, აი ესეთი არის, რომ თან ისეთი უნდა იყოს მსუბუქი, რომ შეეძლოს ამ სკამის გადაადგილება.
მაგიდის დასკამის წაღება, სადაც უნდა იქ თვითონ სადაც წაიღებს, ხალიჩები არის პატარა დაგებული და შეუძლია რომ აი ყველაფერი ხდება იატაკზე. ამაში გავართოვდეს რომ ჩვენთანაც ყველაფერი იატაკზე ხდება ხალიჩაზე ძირითად შემთხვევაში. და აქ ბავშვი არის მისნებს არ უსახავს მასწავლებელი. ბავშვები თავად მუშაობენ, სადღაც აი პროცენტულად რომ გადათვალეს 80-20-ზე არის მასწავლებლის და მოსწავლის აქტივობა. ანუ ძირითადად ბავშვი მუშაობს, ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ აი მასწავლებლის მაგიდა უნდა იყოს გამოყოფილი, მასწავლებელი უნდა დადგეს ესეთი მითი კათედრასთან რაღაცით შეიარაღებული რაღაცა ინსტრუმენტებით, ან ბასტით, ან რაღაცით, იქ ასე არ არის მონტესორთან მასწავლებლის მაგიდა ცალკე გამოყოფილი საერთოდ არ არსებობს. მასწავლებელი არის ზუსტად ისე თანამშრომლურ პოზიციაში, თუ ბავშვები არიან ხალიჩებზე, თქვა და რაღაცა მასწავლებელიც იქვე უნდა იყოს. ანუ იქიდან გამომდინარე თუ რა არის კონკრეტული აქტივობის მიზანი, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის მონტესორთან, ეს არის თავისუფლება. ანუ როგორ არის იცით, აი რო თქვა რომ აი ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოიცი, აი ესეთი კონკრეტული ინსტრუქციებს პედაგოგიკა ვერასდროს ვერ მოგცემ, არ არსებობს. თქვა და ამაში როგორ მოიქცე და ამ სიტუაციაში როგორ უნდა მოიქცე, აქ არის შემთხვევა, რომ თავარი არის აი мотивация, რა არის შენი თავარი პრინციპი, რასაც შენ ემსახურები, ხო, აი ეს უნდა იყოს გააზრებული და მონტესორთან თავიდან ბოლომდე ეს არის თავისუფლება, ესე უნდა აღიქვათ, რომ თავისუფლება ადამიანი თავად მუშაობს, თავად აკეთებს და შენ ხარ ის, ვინც გვერდიდან ეხმარება იმ ამოცანების დაძლევაში, რომელიც მას აქვს დასახული. ამ ამოცანებსაც თავად ადგენენ ბავშვები და თავად მუშაობენ საკუთარ განვითარებაზე. მაგრამ თუ კი რაღაცას წააწყდებიან ისეთ წინააღმდეგობას, მაშინ უნდა იცოდნენ, რომ თქვათ ხარ მის გვერდით, მაგრამ იცით რა არის ყველაზე დიდი პრობლემა, მე რასაც ვაწყდები და რაც ყველაზე მეტად უჭირს რომ გაიგონ დღეს მასწავლებლებმაც და ზოგადად აი ადმინისტრაციამ სკოლების, ხო? ყველაზე რთული არის ასეთ შემთხვევაში დამენეჯმენტება ამისი, ანუ როგორ უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა წავიყვანოთ, კლასი როგორ უნდა ვმართო, აი ეს კლასი ვმართოს რო იწყოს, უკვე დამთავრებულია, იქ ხვდები რასთან არის საქმე, არ უნდა მართო. პირიქით, აი როგორც თქვენ მშობლებიც ხართ აქ და ვინც არ ხართ მშობლები და წიგახდებით, იცოდეთ, რომ ბავშვი როდესაც იბადება ოჯახში, ჩვენ გონია რომ უნდა აღზარდოთ და რაღაცა და უცებ თუ ძალიან გულწრფელი იქნები საკუთარ თავთან და ემოციებთან აღმოაჩენ, რომ ისე კარგად გზრდი ისაკეთ. ხო, ეს არის საშუალება იმისი, რომ საკუთარი თავი განავითარო და საკუთარი თავი გაზარდო და შეხედო საკუთარ თავს გარედან, ისევე როგორც მოსწავლეები გზრდიან ჩვენ. ხო, ჩვენ გონია რომ რაღაცას ვასწავლეთ, მაგრამ საღამოს რომ დაფიქრდები, დღეს რომ გადაავლებ თვალს, ნახავ, რამდენი რამე გაქვს ნასწავლე, მათგან ურთიერთობის ფორმები გაქვს ნასწავლე, როგორ უნდა მიმართო, შენი შეცდომები გაქვს ნასწავლე, არ არსებობს შეცდომის გარეშე გამორიცხული, არავინ არ თქვას, რომ არანაირ მასწავლებლას არაფერი არ ეშლება, უამრავი რამ ეშლება, მაგრამ მე უკვე მუშაობ, რომ როგორმე ეს ჩემი შეცდომა გადავაქციო გამოცდილებად, ხო? ზუსტად ასევე არიან ბავშვები. როდესაც შეცდომა დაშვებული არის თავისუფლებაში, ანუ შენ კი არ გააკეთებინი, არამედ თავად გააკეთა. როდესაც შეცდომა დაშვებული არის თავისუფლებაში, ეს შეცდომა იქცევა გამოცდილებად. სხვა შეცდომები გამოცდილებად არ გადაიქცევა. და სწორედ ამას ამბობს აინ რენდიც, როდესაც ლაპარაკობს იმას და სხვათა შორის ამერიკულ კულტურას აქვს ეს თავისებურება. ჩვენ კულტურაში ცოტა შერეული არის დამოკიდებულება. ნახეთ როგორ თუ კი ადამიანს რაღაცა საქმეში არ გაუმართლებს, ხო? ამერიკელები იმას ლუზერად არ თვლიან. აი თქვათ გაკოტრდა, ტრამპი რამდენიმეჯერ გაკოტრდა, ხო? ეს ჩვეულებრივი ამბავი არის, აბსოლუტურად არავის არ განუსჯა, აი შეგაკოტრებულო, არავის არ უთქვამს ტრამპისთვის, ხო? ეს არის ზოგადად ამერიკული კულტურა და ზუსტად ამაზე პედალირებს აინ რენდიც, რომ მე რა მოხდა შეცდომა. ასეთი ადამიანები იზრდებიან იმ პედაგოგიურ სივრცეში, რომელშიც იზრდებიან, ხო? ახლა წარმოიდგინეთ, რომ ერთმა შეცდომა თუ დაგანგრია, გარეთ თავი ვერ გამოყავი, რაღაცა მეგობრებთან ურთიერთობა შეგეცოლა, შენ უკვე თავდები, ხო?
იქ არ არის ეს ემოციური დამოკიდებულება და ჩვენთანაც რა ვიცი არ ვიცი და მეხმარეთ როგორი არის აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის მისის შედეგობრივი დამოკიდებულება რაზეც აინდრენდიც ლაპარაკობს რომ ყველა შედეგს აქვს რაღაცა მიზეზი და აი თუ დააკვირდებით ხო ხანდახან არის რომ ჩვენ განათლების სისტემას რო უყურებთ ვერ ვიგებ რა ხდება ესე იგი როდესაც რაღაც შედეგი გაქვს და გინდა რომ შედეგი შეცვალო რაღაც წინაპირობა ანუ სხვა რამე ხომ და გაკეთებ და იგივე საკეთებ უფრო ძლიერად შედეგად იღებ იგივე სისულელეს ოღონდ უფრო გაძლიერებულს ხო და აი ეს ვერ მოვახერხებთ რა რომ ეს გავარღვიოთ რომ რაღაცა სხვა გავაკეთოთ ხო ესე არაადეკვატურობის ერთ-ერთი ინდიკატორი არის ეს რომ კიდე სხვა შედეგი მიიღო და ერთ და იგივე რაღაცას აკეთებ იმაზე გათვლით რომ რაღაც სხვა შედეგს მიიღებ ხო ანუ აი ამ მიზეს შედეგობრივ დამოკიდებულებაზე აქვს აწყობილი მთლიანად მარია მონტესორს თავისი სისტემა და ყველაზე მნიშვნელოვანი მასთან არის გონება ეს რა თქმა უნდა უზენაესია მაგრამ ამ გონებამდე მისასვლელი გზები არის შეგრძნებები ანუ ჩვენი სენსო-მოტორული განვითარება ყველა შეგრძნება უნდა იყოს ჩართული განათლების პროცესში ეს ხუთი შეგრძნება ხო პირველ კლასში რო ვისწავლეთ წნევით დაწყებული მხედველობით და ნუ მოგეხსენებათ რომ ადამიანი ვიზუალური დანიღებს თავისი სამყაროდან მიღებული ინფორმაციის 3/4 ძირითადად ვიზუალურზე მოდის. თუმცა ალბათ ვისაც პატარები და ყველას გინახავთ ხო აი როგორ არის ხელს რომ კიდებენ ყველაფერს რომ აინტერესებთ ხო ეს პირში მიაქვთ არა ეს არის სწორედ ამისი გამოხატულება რომ სენსორ-მოტორული განვითარების გზით ხდება მისი გონებრივი შემეცნება იმას აინტერესებს ის რა არის ინტერესის საგანი არის და ზუსტად ამიტომ აკეთებს იმ მოქმედებებს რასაც აკეთებს ეს თვითშემეცნების ისა ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარ თავში რეფლექსია მისი კულტურა ნაკლებად გვაქვს კი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცას ეხება და სანამ კითხვები სხვები იტყვიან ორი სიტყვით უნდა ვთქვა ჩემთვის მე როგორც მოგახსენებათ ხო ფილოსოფოსი და სუბიექტები ამ განსაკუთრებით ახლა ლოკის ფილოსოფია ძალიან მაინტერესებს იმიტომ რომ ერთ-ერთი პირველი თეორეტიკოსი იყო ვინც პედაგოგიკის ახალი პარადიგმა შემოიტანა და ლოკს აქვს ასეთი რამ რომ ადამიანის და საერთოდ რომელსაც კლასიკური ლიბერალიზმი დაეყრდნო და ზოგადად ნებისმიერი ლიბერალიზმი და ილია ჭავჭავაძე რომ ვიძახით რომ ეს არის ილიას გზას მიყვებით უნდა გითხრათ რომ პირდაპირ ლოკს აგრძელებს რა კლასიკური ლიბერალიზმის წარმომადგენელია თავიდან ბოლომდე ლოკის იდეებშია და ლოკი რას ამბობს რომ ადამიანი როცა იბადება სამი მთავარი უფლება აქვს ეს არის სიცოცხლის თავისუფლების და საკუთრების უფლება და სახელმწიფო ეს უნდა დაიცვას მეტი სახელმწიფოს ადამიანთან არაფერი არ ესაქმება საერთოდ არ უნდა ჩაერიოს მის არანაირ არც აზროვნებაში არც ცხოვრებაში და არც ყოფაში და ლოკის ეს იდეები ჯეფერსონმა გადაწერა დამოუკიდებლობის დეკლარაციაში და რა გააკეთა იცით აი ეს ესე იგი პირველი რა თქმა უნდა სიცოცხლის და თავისუფლების იდეას ამას რა თქმა უნდა არ შეხებია და ბოლოს საკუთრების უფლებას ღმერთი არ აძლევსო საკუთრების უფლებას ადამიანი თავად მოიპოვებსო და საკუთრების უფლება ჩაანაცვლა ბედნიერების უფლებით და წარმოიდგინეთ ამერიკა არის ქვეყანა რომელიც მე ეს კონსტიტუციაში გადავიდა იმიტომ რომ ჯეფერსონი კონსტიტუციის ავტორიც არის და წარმოიდგინეთ ახლა რომ ქვეყანა რომელიც იქმნება იმიტომ რომ ჩადებული აქვს ფუნდამენტში რომ ადამიანი უნდა იყოს ბედნიერი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აი ამერიკაში ეს ყველგან ჩანს ყველა სიტუაციაში რამხელა მნიშვნელობა აქვს პიროვნებას ერთ კონკრეტულ ადამიანს და იმას თუ რა აძლევს მას ბედნიერების განცდას კვლევა არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ უბიძგო შვილს რომ თავად გამოიკულიოს რაღაც გარკვეული საკითხები რომ მე თვითონ მივიდეს იმ დასკვნამდე რასაც ხშირად შენ ზემოდან თქვათ აძლევ იმიტომ რომ როცა ზემოდან აძლევ ის იმისთვის უკვე როგორც ბავშვი და რაღაც გარკვეული ესეთი მოწინააღმდეგე ანუ ეს არის ხო ანუ ადამიანი თინეიჯერებშიც კიდე უფრო მეტად რომ უნდა შეგეწინააღმდეგოს მაგრამ როცა თავადვე მივა ამ დასკვნამდე ის ყოველთვის მეც ისწავლის და შეიძლება აღარ დაგჭირდეს ზემოდან ნებისმიერი პროცესი ხო აი თქვათ საზაფხულო ბანაკი
არის ხა ესეთი რაღაც საზაფხულო ბანაკები. შულს უნდა თქვა საზაფხულო ბანაკი როგორ გამოიყენო ისევე ეს რომ ეს უნარები განვითარდეს, ხო? თავად მიეცის შულს საშუალება მოიძიოს სხვადასხვა ბანაკები, თავად გააკეთოს ასე თქვა research კვლევა, თქვა რატომ არის კარგი და თავად დაგიმტკიცოს რატომ არის კონკრეტული ბანაკი მისთვის უფრო მისაღები, ხო? შეიძლება ცუდი ბანაკი არჩიოს, მაგრამ ეს ისე და ისე თავად უნდა აღმოაჩინოს და შენ ამ პროცესში ის კი არ უნდა იყო რომ მას იდეალური ცხოვრება შეექმნას. ნუ არის ხა საკითხები, სადაც ხო მნიშვნელოვანია ეს იდეალიზმიც, მაგრამ შენ უნდა იყო ასე თქვა ამ პროცესში დამხმარე რომ მეტნაკლებად ბალანსი მოხდეს კარგისაც და ცუდისაც ალბათ რომ მე თვითონ მან გამოიტანოს დასკვნა თუ რა არის კარგი. იმიტომ კარგი რომელიც ძალდატანებითია ყოველთვის ალბათ გადაიზრდება იმაში რომ ის კონკრეტული პიროვნება აირჩევს ცუდს, იმიტომ რომ წინააღმდეგობა გაგიწიოს, მაგრამ კარგი რომელიც თქვა თავად არის აღმოჩენილი ამ ინდივიდის მიერ მე უფრო მეტი სიმყარია და მე უფრო ამ ადამიანსაც როცა ამ კარგ სახს წევს უფრო მეტი თვითშეფასება ასე თქვა უყალიბდება და უფრო მეტად თქვა ბედნიერებაც და სწორედ აი ამ სიცოცხლის განკბობას აქედან მოდის, როცა შენ თვითონ აირჩევ და მე იმას აკეთებ იმ კონკრეტულს, ხო? პირად მაგალითზე ძალიან ბევრია მე მაგალითად ცეკვაზე დაძალებით ვიარე და ნუ არასდროს არ კალათბურთს თქვა და ცეკვაზე ორივე დაძალებით იყო ჩემს შემთხვევაში და ნუ არასდროს არ მოუტანი ამას ბედნიერება ჩემს შემთხვევაში, მაგრამ მე რომ მქონოდა არჩევანი რა მინდოდა მე შეიძლება კალათბურთი ამერჩია, მაგრამ სულ სხვა დამოკიდებულება მექნებოდა ამ შემთხვევაში, ხო? რაც არ უნდა შეიძლება კარგი ყოფილიყო, რადგან დაძალებული იყო, მე მაგიტომ არ მომწონდა და ვთქვათ, მქონდა ის რაღაც ავტონომიურობის ხარისხი, მაგრამ ბევრს ეს ავტონომიურობის ხარისხი არ აქვს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა მისცეს ეს ავტონომიურობა და მშობელმა შეუქმნას ეს ავტონომიურობის მდგომარეობა ისევ და ისევ რაციონალურ საზღვრებში, რაც გულისხმობს, რომ არა ყველაფერი, არამედ ჩემს მიერ მოწყვილი და ჩემს მიერ შემოთავაზებული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანი, რომ ეს არჩევანი სწორედ ავარჯიშებს ჩვენს გონიერებას და მე წარმატებაც საბოლოო ჯამში არის გონიერების შედეგი და თუ თავდაპირველად არ მივეჩვიეთ ბავშვი აზროვნებას და თქვა ამ გონების გამოყენებას, მე ყოველთვის იქნება აი რენდი აქ ორ ფიგურას ასახელებს, ერთი არის პირველ წყარო, ამ შემეცნების პირველ წყარო და ასე ვთქვათ ინიციატორი იდეის და მეორე არის პარაზიტი, ვინც სხვისი იდეებით იკვებება და თავად კი არ ქმნის, არამედ სხვისი უნდა გამართლებაც სხვისი უნდა, მისი ცხოვრების გამართლებაც სხვისგან უნდა, ასე ვთქვათ და ყველაფერი უნდა რომ სხვისგან მოდიოდეს, ხო, წარმატებაც უნდა რომ სხვისგან იყოს შეფასებული, მაშინ როცა რენდის გმირები, აი წიგნებში ეს ძალიან კარგად ჩანს, პირიქით ისინი არიან სხვისგან კი არ მოელიან, არამედ თავად იციან რა არის მათთვის კარგი, თავად აკეთებენ ამას და თავად ხდებიან აქედან გამომდინარე წარმატებული და ეს ავტომატურად კი არ არის რომ ვიღაც პარაზიტი იქნება და ვიღაც კარგი იქნება, ეს მოდის სწორედ შემეცნებიდან და ადრეული ეტაპიდან, რომ შენ თუ დაეჩვიე მუდმივად იმას, რომ შეცდომ არ უნდა დაუშვა, რომ ფორმულა უნდა მოგცეს სხვამ და შემდგომ გამართლება სხვისგან უნდა წამო და მოწონება უნდა სხვისგან წამოვიდეს, რომ ვაიმე ის რა სიტყვის, ხო, ვაიმე მშობელი რა სიტყვის, ვაიმე დედა ჩემი რა სიტყვის. ასე შემთხვევაში ყალიბდები უფრო ადამიანად, ვინც მე უკვე სხვისკენ იყურება. ხო, აი რაღაც მე მინახავს აი ბავშვებს რომ დააკვირდე, რაღაცას რო აკეთებს, გახედავს მშობელს, ხო? აი ეს მაქედან მოდის, რომ ანუ მას თვითონ ინიცირება უჭირს. და ნუ იმიტომ რომ მშობელი ძალიან მკაცრი ყავს სავარაუდოდ და ფორმულა ყოველთვის ზემოდან მოდის. მაშინ როცა პირიქით ჯობია, იმიტომ რომ არჩევანს სწავლობს და შეცდომებზე სწავლობს და შემდგომშიც როცა უკვე იზრდება ეს პროცესი ყალიბდება ისე, რომ ასეთ შემთხვევაში თავად ხდება ინიციატორი თავისი არჩევანის და სხვისი გამართლება აღარ არის, ასე ვთქვათ, მისთვის მნიშვნელოვანი, არამედ თავისი ცხოვრება და თავისი, ასე ვთქვათ, შემოქმედებითობა და თავისი იდეები ხდება მნიშვნელოვანი მამოტივირებული პრინციპი. იცით რა, ის რომ ორივე ავტორი, როგორც აინ რენდი, ასევე მარია მონტესორი ადამიანს მიიჩნევს როგორც ტაბულა რასა,
აი ეს მოცემულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმის გასააზრებლად, რომ ის რაც ბავშვის გარშემო ხდება, მთლიანად არის, ანუ ბავშვი არის სოციუმის პროდუქტი, ოჯახის პროდუქტი, ანუ რასაც ხედავს ემპირიულად რა მოცემულობაშიც არის, მისი ყველა უნარები და ყველა პასუხი და ყველა მოქმედება არის აქედან ამოზრდილი. აი თუ ასე მართალი გითხრათ, ლადასი არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ და მხოლოდ სოციუმი ახდას, იმიტომ რომ ადამიანები რაღაცა მოცემულობით იბადებიან კიდეც. ხო, ეს ორი ძალიან დიდი პარადიგმის შეხვედრი. იცით რა, ორი პარადიგმის ადგილია რა, თუ პლატონის თეორიას და იდეალიზმის თეორიას გავყვებით, ადამიანი მოცემულობით იბადება, რაღაცა ტიპის მოცემულობით და თუ ლოკს და ემპირისტებს გავყვებით, ადამიანი იღებს, არის სუფთა დაფა და მასზე რასაც ვწერთ, ის აისახება, ხო? და აღზრდის პროცესში, აი მშობელმა ყველაზე კარგად იცის ის მოცემულობა, რაც აქვს ბავშვს, ხო? აქედან გამომდინარე, ზუსტად ამ ტაბულა რასას პრინციპით უნდა იმოქმედოთ, რომ თუ გინდათ, რომ თქვენმა შვილმა რაღაცა გააკეთოს, ამას ვერავითარ შემთხვევაში არც ერთი წუთით არ გადაწყვიტოთ, რომ ლაპარაკით, შეგონებებით, განსაკუთრებით ეს უფრო ფორმალურ ოპერაციულ დონეზე, ანუ გარდატეხის ასაკის მერე და ამ პერიოდში მუშაობს ლაპარაკი. ლაპარაკი არ მუშაობს არასოდეს, მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიურ გავლენას ახდენს პატარა ასაკის ბავშვებთან, ერთადერთი არის პირადი მაგალითი. ანუ ის თუ როგორ რეაგირებ, შენი სხეულის ენა როგორ რეაგირებს, ან შენ რა გარემოს უქმნი ამ ადამიანს. ამიტომ, როდესაც აი განსაკუთრებით პატარა ასაკის ბავშვებთან არის საუბარი, სანამ გადაწყვეტთ, რომ რაღაცა მოთხოვოთ, პირველ რიგში თქვენ უნდა იყოთ ამისი განმახორციელებელი და შემსრულებელი. მქონდა ასეთი ისა რაღაც NLP-ს მეთოდით გამოფენილი მქონდა პლაკატი ჩემს მოსწავლეებთან, რომ წარმატებულები ეძებენ შესაძლებლობებს და წარუმატებლები მიზეზებს. ეს ჩემთვის არის ინდიკატორი, ადამიანი რომ დაიწყებს, რომ ვიღაცას რაღაცას აბრალებს, ჩემთვის არის პირდაპირ ინდიკატორი, რომ ეს არის წარუმატებელი ფსიქიკის ადამიანის პოზიცია. და თუ კი ჩვენ იმთავითვე ბავშვებს მივაჩვევთ იმას, რომ ნებისმიერ ქცევაზე პასუხისმგებლობას იღებენ თავად, თუ კი ეს იქნება წამყვანი აღზრდის პროცესში, აი ვერ წააწყდებით მასეთ დამოკიდებულებას, რომ თუ კი მის ცხოვრებაში ისე არ ჩაერევით უხეშად, რომ თქვენ იქნებით წამყვანი მისი ცხოვრებისთვის. თუმცა აქ ასაკს აქვს მნიშვნელობა. ბავშვისთვის არასდროს არ არის ისევე როგორც არც ერთი ადამიანისთვის სულ ერთი არ არის, რას ფიქრობენ მასზე სხვები. ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს, ხო? და თქვენ ყოველთვის უნდა მიცეთ იმის საშუალება, რომ სხვები იფიქრებენ იმას, რასაც თვითონ გააკეთებს. და თუ კი ამ რეალობის წინაშე დატოვებს, უკვე აი ეს არის ზუსტად ის მუხრუჭი, აი ამ ესე რო იძახიან რომ ზედმეტი თავისუფლება ზედმეტი არასდროს არ არის, აქ უბრალოდ ლაპარაკი არის რაზე. თავისუფლებას როგორ გავიგებთ? ჩვენ თუ თავისუფლება რაღაც ანარქისტულად გვესმის და ისე გვესმის, რომ რა ვიცი, ახლა იმაში თავისუფალი ხარ, თუ გინდა სხვას თავში ჩაარტყა, ესეც ხო არ არის, არა თავისუფლების ფორმა, ხო? აი ზუსტად ეს მთელი განმანათლებლობა მონტესკიეს, რუსოს და მთელი ევროპული განმანათლებლობა ზუსტად ამაზე მუშაობდა, რომ რა არის თავისუფლება სოციუმში, რა არის თავისუფლება ადამიანისა და სახელმწიფოსთან მიმართებაში, ხო? ამიტომაც არის, რომ ეს არ არის მარტივი საკითხი და ის რაც ხდება ქვეყანაში, ის რაც ხდება ოჯახში, ის რაც ხდება განათლების სისტემაში, ის რაც ხდება ეკონომიკაში, ამ ყველაფრის პროდუქტები არიან ეს ბავშვები, ესენი იწოვენ ამ ყველაფერს და როდესაც აი ვთქვათ, ზოგჯერ არის, რომ აი ახლა რომ უყურებ, ხო, ხანდახან რა ვიცი, იმდენი პრობლემა არის ქვეყანაში, რაღაცა კარგად რო ხარ, შეიძლება ადამიანს შეგრცხვეს რაღაცა დონეზე, რომ აი მე როგორ ვარ, მე კარგად აგერ ადამიანს გადასარევი შვილი ციხეში ყავს, თქვათ და ღამეები ან როგორ უნდა ეძინოს ისეთი შვილების დედებს, ხო? რაღაც აბსოლუტურად ჩამთელი მენტალურად ცნობიერებით, პატრიოტიზმით, ყველაფრით ასეთი ადამიანი, როცა ხო, აი ეს რაღაცები ხო გაწუხებს არა? და ზუსტად ასევე არის ბავშვიც, რომ ეს არ არის რაღაც ერთი თითქოს იზოლირებული მოცემულობა, ხო, სკამი ხო არ არის, რომ
თუ არ დაეჯახები მას არ ეხება მას ეხება ყველაფერი რაც სამყაროში არის და რაც ხდება სხვა არხები აქვთ არა მხოლოდ გონებრივი არხები არა მხოლოდ ემპირიული არხები არამედ ემოციური არხები ვერასდროს ვერ გამოაპარებთ სიყალბეს ყოველთვის გრძნობენ და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი არის თუ კი ბავშვს მუდმივად არ ჩააყენებთ იმ მდგომარეობაში რასაც მონტესორი აკეთებდა და როგორი მოცემულობა იცით არა ის რომ შენ ეხლა რასაც აკეთებ და რასაც სწავლობ ეს ყველაფერი არის მომავალში გამოგადგება ანუ არასდროს არ უნდა გადაუგდოთ ის პროდუქტები რაც მან უნდა დადოს სამომავლოდ რომ შენ იქნები წარმატებული მე რა ვიცი წარმოგიდგენთ ახლა როგორი ესა გვაქვს ხო ცოტა რომ დაფიქრდები თლად ნორმალურებიც არა ვართ ხო მე 6 წლის ბავშვი შეგვყავს სკოლაში და ვეუბნებთ რა 40 წლის რო იქნება და ოჯახი რო ექნება სარჩენი აი იმისთვის ემზადება ხო ეს ხო აბსოლუტური სიგიჟია ხო ამიტომაც არის რომ ეს მიზეს შედეგობრივი კავშირები ძალიან უნდა დავუახლოვოთ მათ და ისე უნდა დაახლოვო რომ ამაში თვითონ როგორც პიროვნება განვითარდეს და ის თუ ნორმალურ ვითარებაში და თუ სწორად აღიზრდება ის 6 წლისასაც ნორმალურ პირობებში იქნება და ნორმალური ადამიანი იქნება და 40 წლისაც ხო ამიტომაც არის რომ ძალიან შორსაც არ უნდა გადაუგდოთ ბავშვები სულ სწრაფები არიან და ჩქარა უნდათ ხო შედეგები მაგრამ იქ მონტესორს აქვს ძალიან კარგი აქტივობები როგორ შეიძლება ეს უსწრაფობა რომ ამუშავოს სწორად ხო აი როდესაც თქვა ერთი სათამაშოა და ის უნდა ყველას ხო ჯერ ერთი გააკეთებს და უნდა მიცე იმისი საშუალება რომ იმან გაიაზროს რომ სხვასაც უნდა ამ დროს ემპათიას სწავლობენ ხო სხვა ადამიანის მდგომარეობაში შედიან და უნდა ისწავლოს რომ უნდა დაელოდოს და მასაც ისევე უნდა ის რაღაცა და დალოდების შემდეგ ნებისყოფა უვითარდება გარდა ამისა უნდა გათვალისწინებული იყოს ასაკობრივი თავისებურებები ბიოლოგიური მანქანები ვართ ჩვენ არა ვართ ის რომ ნახეთ ეხლა როგორ არის სულ ამბივალენტურია დამოკიდებულება ბავშვთან ახსნის მიმართებაში ერთი რომ ბავშვს უნდა მოექცენ როგორც პატარა ადამიანს ანუ ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი შენაირი ადამიანი ოღონდ ზომაშია პატარა და მეორე მხრივ უნდა გაითვალისწინო მისი ასაკობრივი თავისებურებები ვთქვათ შეგივჩნევიათ რომ ბავშვი თავის თავზე მესამე პირში რო ლაპარაკობს მიეცი გიორგის რაღაცა ეს იმას ნიშნავს რომ მას ის საკუთარ თავს მეს გარემოსაგან არ მიჯნავს ხო არა სხვავებს არა ანუ თავის თავზე ლაპარაკობს ვიღაცის გადმოსახედიდან ხო მეს აღქმა მეს რო ამბობს უკვე აი ეს არის აინ რენთანაც ხო ძალიან მნიშვნელოვანი ძალიან მომწონს ეს ფრაზა სანამ იტყვი მე შენ მიყვარხარ ჯერ უნდა შეგეძლოს თქვა მე ანუ ჯერ უნდა იყო მე პიროვნება უნდა იყო და ეს 3 წლის ასაკიდან უყალიბდება ბავშვებს მეს აღქმა როდესაც მეს და არა მეს ანუ სხვა დანარჩენ სამყაროს მიჯნავს ერთმანეთისგან და აქ უკვე ჩნდება პრობლემა ჩემსა და სამყაროს შორის კავშირები მიმართულებები და იმეცნებს ყველაფრით იმეცნებს ხელებით ურით ძალიან მნიშვნელოვანი არის მუსიკა ამ დროს ანუ ეს აი ეს რო არის ჭყეპინა სათამაშოები ანუ ეს ძალიან ცუდი არის ტექნიკური ხმებთან კავშირი ამას ჯობია რომ ბუნებრივი ხმები იყოს ბუნებრივი ვიოლინო მიწრპინოს ცუდად მაგრამ ჯობია რომ ეს ვიოლინოს ხმა იყოს კუბიკები როგორც ერთ-ერთი მონტესორის ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი გზა იმიტომ რომ კუბიკები შეგვიძლია მრავალნაირად გარდაქმნა და აი აქ მოდის ძალიან დიდი არჩევანი შესაძლებლობა ხო აი რა ყოველი თითოეული კუბიკის დადება არის ხელახალი არჩევანი და პროცესი რომ ადამიანი ბავშვი ფიქრობს რა როგორ აწყოს და მშობლებს აქაც ხშირად უყვართ ხოლმე რომ რაღაც კონკრეტულად უნდა იყოს ასე და არა ასე ხო ეს მასე არ ჩაარჭო და ასე შემდეგ მაშინ როცა ეს კუბიკები არის სწორედ ამ შემოქმედებითობის პრინციპის განვითარებისთვის და რაც არ უნდა სიმახინჯე აწყოს ბავშვმა ხო ერთი მეორეჯერ მესამეჯერ თავარია პროცესს რა შედეგი მოაქვს და არა შედეგს ხო პროცესს მოაქვს შედეგი რომ ადამიანი სწავლობს ფიქრს აზროვნებას და ავტონომიურობა ეძლევა ძალიან ესე უსაფრთხო ამბავში რაც არის კუბიკები პროტესტია მე ბავშვები აპროტესტებენ და შენ არ იცი სადღაც იქ რაღაცა ერთ მომენტში რომ შეგეშალა ის პროტესტი მე სად გამოყოფს თავს და სად გარდაიქმნება და რა ტიპის პროტესტად გარდაიქმნება ეს და ესეც ძალიან ინდივიდუალურია
ვიღაცები ახლა ჩვენ საბჭოთა ბავშვები ეხლა რო ვფიქრობ, ხო? აი მე რო ვფიქრობ, თქვათ იგივე ჩემს მოსწავლეებზე და მთელ ამ იმაზე სისტემის მოწყობაზე და იმაზე აი ვიღაცები ფიქრობენ კიდე, ხო? წარმოიდგინეთ ხალხო, ერთ ჩვეულებრივი ის იყო რა ფიქრი რა გადაგიჭერდნენ ფეხებზე იმას რა საუკეთესო შემთხვევაში კამარს ფეხებზე და ცნობილი ამბავი იყო ყველა მშობელთა კრებების შემდეგ შვილების სახლში ცოცხებს და იატაკის ჯოხებს მალავდნენ რომ ჯუსტებს ხო რომ იცოდნენ რომ ესეთი პირველადი გამოყენების ნივთები რაც იყო ახლა ამ შემთხვევაში ამას ყველაფერს მალავდნენ თუ ეს რაღაცა რა ჩვეულებრივად მიღებული ფორმა იყო, ხო? ეპოქები რო იცვლება, ის გამოწვევა ახლა რაც დღეს გვაქვს, შეიძლება მონტესორის დროს არ იყო, ეხლა ძალიან ხშირად ვფიქრობ, როგორ მოიქცეოდა მონტესორი გაჯეთდამოკიდებულებასთან მიმართებაში, ხო? მიცემდა საშუალებას, ანუ იმ ტიპის თავისუფლებას, რო ეუბნება ბავშვს, რო აგერა თუ გაგიტყდა ჭიქა არ აუჩავს, ხო? მაგრამ როდესაც ამ ტიპის ის არის, რომელიც უკვე ფსიქიკაზე მოქმედებს, ხო? აი აქ როგორ მოიქცეოდა, აი ეს ეხლა ჩემთვის პირადად ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა. რომ როგორ შეიძლება რომ ეს დავარეგულირო და ამიტომაც არის რომ ერთი ესე იგი მონტესორის პრინციპს არ აქვს ეს ეხლა თქვენ რასაც თხოვთ ხო რაღაცა კურიკულუმი ხო ამ შემთხვევაში რა უნდა გააკეთო თავარი არის რომ არ უნდა შეეხოს ბავშვის თავისუფლების ხარისხს და აქედან გამომდინარე და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ეს არის მოტორიკის განვითარება ანუ ნატიფი მოტორიკის განვითარება და კიდე ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ მიზე შედეგობრივი კავშირები ბავშვმა თვითონ დაამყაროს. აი ხა მე მაგალითად მქონდა ასეთი შემთხვევა, რომ აი ბავშვები რომ ამ გაჯეტს ვერ გამოხლიდავ ხელიდან ვაყურებინე ვიდეოებს, ხო, რას უშვება ტვინს ამ გაჯეტების გადაჭარბებული გამოყენება, მაგრამ ძალიან პირობითია, იცით, რას ნიშნავს გადაჭარბებული. ეხლა ბავშვს რომ მოთხოვოთ, რომ საერთოდ არ მოკიდოს ხელი, ეს ხო სიგიჟე, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ვართ ჩამწვრალი, ხო, ამ იმაში და გვჭირდება და რა ვიცი ვიყენებთ. ხო, აი სად არის ეს ზღვარი, ხო, რას ნიშნავს გადაჭარბებული და არა გადაჭარბებული, ხო? და ეს რო ვაყურებინე 2 დღე ეყოთ. ხო, რაღაცერად გძნობდი, რომ აღარ ემუშავებს მე, აქაც ზომიერება გჭირდება. ანუ სად აი როგორ უნდა გააკეთო, აი ზედმეტი აი ამის ეს კიდე ცალკე ამბავია, ხო, ზომიერებას როგორ იცავთ, ხო, რა იმას. ალბათ ალტერნატივაც არ აქვს ხშირად ბავშვებს. კიდე მეორე მეთოდი გამოვიყენე გაჯეტთან ბრძოლაში. ეს იყო რასაც თამაშობენ ვუთხარი რომ რას თამაშობთ მეთქი მაჩვენეთ თქო აბსოლუტურად ყველა თამაშის ალტერნატივა მაქვს რა იქ რაღაცა რო არის ისინი რა ნუ ყველაფრის კუბიკების ისინი რა ვიცი ყველაფრის ალტერნატივა მაქვს და მოდი თქვენ რასაც აქ აკეთებთ ტექნიკურად მოდი მე მოგცემთ მეთქი რა ну ნახევარი საათი ეყოთ ეს ამბავი მე მაინც იმაში მიწრებიან მეორე ამბავი არის კიდე რომ და მესამე გზა მაქვს გაჯეტებთან ბრძოლის სწორად გამოყენება ანუ როდესაც რაღაცას აკეთებენ ის მართლაც სწორად იქნეს ის სწორად იყოს გამოყენებული აი მაგალითად ვაკეთებინებთ ონლაინ კვიზებს თქვათ იქ ლენინგაპს აქვს ძალიან კარგი აქტივობები საშუალება არის რომ აი მაგალითად ვინ და რა ჯგუფის ისინი საგნები ძალიან კარგად გავარჩევინე ანუ უნდა ფლობდე ამ ტექნოლოგიებს რომ ეს იგი მაინც იქ არიან ხო და იქნებ რაღაცა განვითარებისთვის გამოიყენო საერთოდ თუ შეგიმჩნევიათ როგორ კარგად ემორჩილებიან ბავშვები რეჟიმს როდესაც რეჟიმი არის გონივრულად აწყობილი, აი პირდაპირ არათუ ემორჩილებიან, პირდაპირ მოთხოვნილება აქვთ რეჟიმის. აი იქ კვება როდის მოხდეს, დასვენება როდის მოხდეს, ამაში ძალიან კარგი, ძალიან პლასტიურები არიან და შეიძლება რომ ეს მარცვლები რაციონალურად ჩადოთ, მაგრამ მეორე არის, ერთი არის რომ ჩვენ მიჩვეულები ვართ ხო, რომ საბჭოთა სკოლა რა იყო, რომ დისციპლინა ეხლაც იგივეა, საბჭოთა სკოლაში ვართ ისევ, რომ რაღაცა ასე ზის ბავშვი, მშვიდად, სხვა რა თქმას არ იღებს, თუ უნდა ხელს აწევს, როცა უნდა გერა და როცა ეტყვიან, მაშინ გადის, არის ირეკება, გადის, შემოდის, ხო?
ეს არ არის დისციპლინა. ჩვენ დისციპლინა არ გვესმის სწორად. დისციპლინა ეს არის მიზნის მიღწევის სტრატეგია, შინაგანი მდგომარეობა და არა ის გარედან გამოხატული. შეიძლება თავდაყირა იდგეს და ფეხები ზემოთ ჰქონდეს აწეული და პულსზე იყოს და ის იყოს სწორედ დისციპლინირებული ადამიანი და არა ის ადამიანი, რომელიც ასე ზის მერხთან გაჯგემული, ხო? ამიტომაც ეს არის სწორედ შინაგანი პროცესი. ნუ ეს მასტერ შეკითხვა არ დაივიწყოთ, როცა ყველა რაღაც პროცესი არის, რომ რა შემიძლია გავაკეთო და რა არა, რომ ჩემმა შვილმა შეიცნოს რეალობა, განივითაროს გონება და უნარები და გააკეთოს პირადი გადაწყვეტილებები, რითიც ის იცხოვრებს კარგად და ეყარება ცხოვრება. ეს შეკითხვა ყველა პროცესს შეიძლება მოარგოთ დაწყებული კვებიდან, დამთავრებული, ნებისმიერი არჩევანიდან გამომდინარე და ეს მასტერ შეკითხვა თვითონ თქვენთვის არის კარგი, რომ თქვენ დაგაფიქრებთ, თქვენს გჭირდებათ ეს რაღაც გარკვეული ავტონომიურობა ამ შემთხვევაში და თქვენთვისაც ხომ მნიშვნელოვნად გაფიქრებს, რომ კონკრეტული პატარა მცირე შვილის ასაკში, ხო, იმიტომ რომ მან მარტივია უფრო კონკრეტული მოცემულობა როგორ გამოიყენოთ მასწავლებლად მისთვის, რომ რაღაც ახალი შეეძინოს და რაღაც უნარი განუვითარდეს. და ჩვენ ნახეთ რაღაც გარკვეული კვებაზე ვისაუბრეთ, პროფესიაზე ვისაუბრეთ, არჩევანზე. მეგობრებზეც ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრებს როგორ ირჩევს, აქაც შევართოთ, რომ შეად მეგობრობაც დაძალებულია ხოლმე, რომ ვიღაცასთან აუცილებლად უნდა იმეგობრო ეს დაძალება მოდის და აქაც შეუძლია დაუსვას ხო როგორ ეს ყველაზე დიდი მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში რომ რა მასტერ შეკითხვა შეგვიძლია დავსვათ არის რომ როგორ გამოვიყენო ეს ადამიანის არჩევანი შვილისთვის რომ მან სწორად აირჩიოს ადამიანი ვისთანაც უნდა იმეგობროს და ეს თუ ძალდატანებითია ნუ სწორი არ იქნება იმიტომ რომ როგორ შეიძლება ძალადობრივი მეგობრობა ხო აქაც მნიშვნელოვანია რომ რაღაც მსგავსი ინტერესების ადამიანთან დამეგობრდეს შვილი და ხშირად სკოლა არ არის ხოლმე ესეთი ადგილი, იმიტომ რომ შეიძლება საკლასო ოთახში ვერ მოძებნო ადამიანი, ვინცაც მსგავსი ინტერესები ექნება და მე როცა ავალდებულებ შვილს რომ სკოლის კლასელებთან აუცილებლად უნდა იმეგობროს, მისი მთელი ქცევა სამომავლოდ ხდება სწორედ ის რომ სხვისთვის, ამ სხვას უნდა შეეწიროს. თავისი ინტერესები კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ ვისთან უნდა იურთიერთოს, არამედ ის, რომ ეს ასეა, რომ ის კლასელია და მაგიტომ მნიშვნელოვანია. მაგრამ ხო, ანუ აქ უფრო ალბათ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა თავად აღმოაჩინოს ის ადამიანი, ვისთანაც აქვს საერთო ინტერესები, ვისთანაც სიამოვნოს მეგობრობა, არა იმიტომ, რომ ნათესავია კლასელია, მეზობელია, არამედ იმიტომ, რომ მასაც აინტერესებს ის, რაც ამას აინტერესებს და რეალობაში ჩვენც რო ვიზდებით, ესე არის ხო, ანუ ჩვენს ცხოვრების ნაწილში არის რაღაც პროცესები, როცა მე რა ნათესავია, მაგრამ თან ნერვები გვეშლება, რომ ისეთ რაღაცას გავალდებულებენ, იმიტომ რომ ნათესავია, მაგრამ მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის ის ადამიანები არიან, ვინც ჩვენ თავად ავირჩიეთ, რომ ჩვენთან ყოფილიყვნენ ჩვენი ღირებულებები, ჩვენი ინტერესებით და ჩვენი, ასე ვთქვათ, ჩვენი ერთგვარი სარკეები, რაც ჩვენ მოგწონს ჩვენ თავში, რომ სხვაში ვხედავთ, ის ადამიანი მერე უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩვენთვისაც და ეს ბავშვობის დონეზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესეც იყოს მოეწონოს უბრალოდ ის სხვა ადამიანი და მისთვის იყოს ის მეგობარი იდეალი და არა პირიქით ცუდი რაღაც გარკვეული ცუდი გავლენის მომხდენი მის ცხოვრებას. ყველა წვრილმანის გათვალისწინება და ყველაფერს ხო აი ასე წინასწარ დეკლარირების დონეზე ხო ვერ მიაწოდებ ბავშვს არა, მაგრამ როდესაც ფუნდამენტში ის რომ დაინახავს, რომ ოჯახს გააჩნია ბიუჯეტი, იქ რომ ვთქვათ მას რომ მისთვის რომ სათამაშოს ყიდულობენ, იქ შეიძლება ვიღაცას რაღაცა მიაკლდეს, ის ალაგებს ღირებულებით სისტემას, რომელია უფრო მნიშვნელოვანი, ვთქვათ მას სათამაშო უყიდონ თუ მის დას წიგნი უყიდონ, ხო? ანუ ასეთი ემპირიულ, აი ცხოვრებაში ჩართულობა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მათთვის და თქვენ დაინახავთ, რომ გამოდიან ძალიან კარგი მენეჯერები, იმიტომ რომ მათ შეუძლიათ ფულის მართვა, აუცილებლად შეგიძლიათ მიცეთ მათი პირადი ფული კონდეთ, თავისუფალი ფული რაღაცა რაღაც რაციონალურობის ფარგლებში.
იმიტომ რომ ფულთან დამოკიდებულება და ამის სწავლა ძალიან მნიშვნელოვანი არის და აუცილებლად უნდა იყოს მიზეზშედეგობრივი კავშირები, მაგრამ არასდროს არ უნდა დააყვედროთ. ანუ ის, რასაც მე გეუბნებოდი, თქვათ ამ შედეგზე, ხო ვიცოდით, რომ თავიდანვე ასე მიგიყვანდა ამ მდგომარეობად. ეს არასდროს არ უნდა დააყვედროთ. ყოველთვის ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მას ემოციურად თანაუგრძნობენ, არასდროს არ განიკითხავენ, იმიტომ რომ მარცხის შემთხვევაში თავადვე განიკითხავს საკუთარ თავს თვითონ უფრო მეტს მიიღებს აქედან, ვიდრე ის იცით როგორ რაღაც არის, როდესაც მარცხის შემთხვევაში ბავშვს ეუბნებით, რომ აი ეს არასწორად მოიქეცი და ამიტომ მიიღე, ის იწყებს თავდაცვას, აი რომ მითხარით, რომ სხვას აბრალებსო. როდესაც ბავშვი ცდილობს, რომ სხვას დააბრალოს, უნდა იცოდეთ, რომ მას ვიღაცა მისი შეცდომების გამო განიკითხავს. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოდის ეს რეალობა და თუ კი ის დარწმუნებული არის და თუ კი ბავშვმა იცის, რომ მას უგებენ, მაგრამ არ განიკითხავენ, ის სხვას არასდროს არ დააბრალებს და საკუთარ თავზე გააკეთებს სწორებას და ეს იქნებოდა სწორი მიდგომა. და ასევე აი ეს მიზეზშედეგობრივი კავშირები თვითონ ყოველთვის უნდა შეეცადოთ თქვენც და ბავშვიც მე ალბათ ამას შეეცდება, რომ სწორად მოხდეს ეს მიზეზშედეგობრივი კავშირები. აი ხა თქვენ რო იტყვით ეს მეზობელი შემხვდა და ცუდი თვალით შემომხედა და იმიტომ მოხდი დღეს ავარიაშიო, ძალიან გაგიჭირდებათ თქვენ შვილს მიზეზშედეგობრივი კავშირები სწორად ასწავლოთ, ხო? ანუ იქ უნდა იყოს თქვენი უპასუხისმგებლობა ავარიის მიზეზი და არა ის რომ ვიღაც ცუდი თვალით შემომხედა. აი ზუსტად ეს არის ტაბულა რასას პრინციპი, რომ ჩვენ როგორც გვექცეოდნენ, ჩვენ ისევე ვექცევით საკუთარ შვილებს და ეს ხდება უნებლიეთ. აი ეს უნდა ჩავჭრათ, იმიტომ რომ თუ კი თქვენ ყველა თქვენ ქცევას ასე ვთქვათ რევიზიას გაუკეთებთ თქვენს თავში, ხო მიხვდებით როგორ უნდა იმოქმედოთ სწორად, ხო არის არა უნებლიეთ ხდება დედა როგორც იქცეოდა, ისე იქცევით, შენ მასწავლებელი როგორც გექცეოდა, ისე იქცევით. ამიტომაც არის რომ ძნელად იცვლები განათლების სისტემები, იმიტომ რომ ჩვენში ეს პატერნები და რაც არის ჩადებული ეს ფორმები, მოდელები ურთიერთობების ამ მოდელებს ჩვენ ვიწოვთ, ხო, გვინდა არ გვინდა, მაგრამ როგორც კი ჩვენ თვითონ კრიტიკულად დავიწყებთ ამაზე ფიქრს, ეგრევე მივხვდებით, სან უნდა გავარღვიოთ ეს ჩვენი სტერეოტიპები, რომელიც ჩვენ დაუნებურად არის ჩადებული. განსაკუთრებით ყველაზე დიდი გავლენა არის მასწავლებელი და მშობელი. დედა არის რაღაცა უზარმაზარი გავლენის მატარებელი და ცნობილია ხო ჩერჩილის ფრაზა, რომ სკოლის მასწავლებლის ძალაუფლება რომ მომცაო, მეტი არაფერი არ ჭირდება პოლიტიკაშიო, ხო? იმიტომ რომ ძალიან დიდია მასწავლებლის გავლენა. თქვენი თავი გაიხსენეთ, მე მაგალითად ჩემმა პირველმა მასწავლებელმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, მახსოვს იმიტირებას ვაკეთებდი, რომ მოვიდოდი ქუსლებზე შევდგებოდი და მასწავლებლობდი სახლში, ხო? და ეს მოდელების ჩვენება, აი თქვენ თვითონ უნდა იყეთ მაგარი, აი მეზობელი არ განიკითხოთ ბავშვის თანდასწრებით, იმიტომ რომ განკითხვას ასწავლეთ. მე როგორ არის რაღაცაზე გაბრაზდებით, ხო? აი ის რაზეც ვთქვათ მეუღლეები ჩუმად საუბრობენ საძინებელში, აი ის თემები უნდა გაიხსნას ბავშვს. რა იგივე ფინანსური მომავლის გეგმები იქნება, ის ბინის ყიდვა იქნება, რემონტი იქნება, რაღაცა ამ ყველაფერზე უნდა ღია და ხო, შეიძლება არ დაუჯეროთ და მაგრამ თვითონ ათქმევინეთ ის და მე თვითონ დაინახავს და რაც შესრულდება და განხორციელდება, თვითონ ხვდება, რომ შეიძლება მან ფორმულირება ვერ მოახდინა, მაგრამ რაღაცა სწორად მიაჩნია, ხო, თვითონ თulis თანამონაწილეთ იმ პოზიტიურში, რომ აი ნახე მე რო ასე გადაწყვეტილება მივიღე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გეტყვით ესე იგი ჯეფერსონს აქვს ასეთი ფრაზა, რომ ყველაზე კარგი არის ის მართლობა, რომელიც ისე მართავს, რომ ნაკლებად ჩანს და მე ეს უტრირება გაუკეთეს ამ ფრაზაზე, ყველაზე კარგია ისეთი ხელისუფლება, რომელიც ისე მართავს, რომ საერთოდ არ მართავს. ასეთი ხო პარადოქსული ფრაზა. ანუ იცი რა, ჩვენ რაც მეტად მოვითხოვთ კანონის და სახელმწიფოს ჩარევას ადამიანის პირად რაღაცებში და ეხლა თქვენ როგორ რაღაცას ამბობთ, დედის და შვილის ურთიერთობა, იცი რა, რაღაც მომენტში მეც შემშლია ვთქვათ, ხო? თქვენ შეგეშლებათ, როცა შვილი გეყოლებათ, რა ვიცი, როგორც მასწავლებელსაც შემშლია და ახლა ვიღაცა რომ დამადგეს თავზე და მე არ მომწეს საშუალება, რომ ჩემი შეცდომა მე თვითონ გავასწორო, ხო? დამადგეს თავზე, არიქა შეგეჭალა გამგოჭოს. აქ
იცი რა ძალიან ის რაც გაზომვადი არ არის იმის ზიანის თვალსაზრისით ხო რაც გაზომვადი არ არის მაგაზე ვერ იმას შენ ეხლა მომავალში ეს ეხლა თუ აქ ატარებ მომავალში სერიული მკვლელი გაეცდება მშობელს რო უთხრა ხო ცოტა უხერხული არად მაგი ესე არ არის მარტო არას არ დარჩები ყოველთვის გამოჩნდება ის ვინც შენ სიმართლეს აღმოაჩენს რაც თქვათ და ამიტომ ყოველთვის ჯობია რომ ანუ შულს უბიძგო რომ რაღაც სარკე არ იყოს ანარეკლი რაღაც გარშ საზოგადოებაში ცხოვრობს თუნდაც კარგ საზოგადოებაში ცხოვრობდეს ისიც თვითონ კარგი სარკის გამო არ უნდა იყოს არჩევითად უნდა იყოს კარგი და არა იმიტომ რომ ის საზოგადოება აირეკლოს ხო ყველაფერი უნდა ქონდეს გააზრებული და თუ ცუდი საზოგადოება მით უმეტეს არ არის არასდროს კარგი. მონტესორის მეთოდით იზრდებოდნენ ბელი, მე მგონი ბილ გეიტსიც მონტესორის ბაღში იყო და აი ერთ მაგალითს მოგიყვან და მიხვდები ესე თქმა მინდა ბელზე, ანუ ეს ის ადამიანები, ვინც ტელეფონი გამოიგონა და ბელს რო ცოდნოდაო ფიზიკაო მაშინ მიხვდებოდა რომ ტელეფონს ვერ გამოიგონებდაო. ანუ ნახე ჩვენ ეს ჩარჩოები ისე გვაყენებს რომ აი ვერასდროს ვერ მივხვდებით რა არის სწორი და რა არის არასწორი სანამ ამას არ გავაკეთებთ ხო მაგალითად როცა ვხედავ დრედებიან პირსინგებიან ადამიანს ვიცი რომ ეს ადამიანი რაღაცას აპროტესტებს და მომწონს ძალიან და მივყვები ამ პროტესტში ხო ანუ გააჩნია ყველას აქვს პროტესტის რაღაცა ერთგვარი ფორმა შენ თუ ამ პროტესტში პოულობ სიამოვნებას აუცილებლად უნდა გააპროტესტო მაგრამ შენ თუ ამ პროტესტის გამო რაღაცა ისეთ შედეგებს იღებ, რომელსაც ვერ უმკლავდები ემოციურად, მაშინ გამოდის რომ მაინც კონფორმისტი ხარ, იმიტომ რომ ის უფრო გაწუხებს საზოგადოება რას ფიქრობს, ვიდრე ის რაც ისი გაკეთებაც შენ გინდა. ანუ თქვენ ამბობთ პიროვნება versus საზოგადოება, ხო, როდესაც ასეთია და მაგ კითხვაზე არ არის მარტივი პასუხი, იმიტომ რომ ფაქტობრივად, რა ვიცი, ვაჟ-ფშაველას თელი შემოქმედება მაგაზე დგას, ხო? იმიტომ რომ შეიძლება საზოგადოებამ შენ რაღაცაში მიგიჩნიოს დევიანტად და დამნაშავედ მიგიჩნიოს, მაგრამ რაღაცა უფრო ზოგადი და უფრო მაღალი ღირებულებებიდან იყო მართალი, ხო? აქ უკვე შენი მსოფლმხედველობის ნაწილია, შენ საიდან აფასებ? აი, ირაკლი მთელი დღე ამ ღირებულებებზე საუბრობს. ღირებულებები მარტო ის კი არ არის, რომ რითი ვიკვებო. ღირებულებები არის მე რითი ვაფასებ ჩემ ქცევას. ანუ ღირებულება ნიშნავს იმას, როდესაც მე ვცემ პასუხს კითხვაზე კარგია თუ ცუდია. ამ პასუხებს მე ვიძლევი ჩემი ღირებულებათა სისტემიდან გამომდინარე. ანუ თუ მაგალითად მე ვარ მორწმუნე ადამიანი, კარგია ის, რაც ამ მორწმუნეობას პასუხობს, ხო? თუ მე ვარ, თქვათ, რაღაცა მეცნიერი, კარგია ყველაფერი, რაც მეცნიერების განვითარებას. ანუ მე აქ ამ ჭრილიდან ვუყურებ, ხო, სამყაროს. ამიტომაც არის რთული ეს და არ არის მარტივი ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღება, იმიტომ რომ აქ ვერავინ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას შენს ნაცვლად. შეიძლება ვიღაცამ დაგიცვას, ოჯახმა დაგიცვას რაღაცა, მაგრამ პასუხებს ამ ყველაფერზე იძლევი შენ მთელი შენი ცხოვრებით და არსებობით, ხო? ამიტომ ეს არის ვაჟკაცობა. ვაჟკაცობა ის კი არ არის, მაგრამ აი ხვლით გავარდე იმაში მტრის წინააღმდეგ. ვაჟკაცობა არის ის, რომ საკუთარი თავი შექმნა, ხო? აი ეს წინააღმდეგობები დაცლიო.